Трамп с его характером, с его настойчивостью, он наведет там порядок довольно быстро. И все они, вот увидите, это произойдет быстро, скоро. Все они станут у ноги хозяина и будут нежно помахивать хвостиком. ABC-სთან რუბიოს ინტერვიუდან. Როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი? ეს ძალიან მარტივია. ერთადერთი გზა თუ ვლადიმერ პუტინი მოვა მოლაპარაკებების მაგედასთან. და ახლა პრეზიდენტ ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი მოიყვანოს პუტინი მაგედასთან. რათა გავიგოთ, რა პირობები დაასრულებს ომს. მას ვერ მოიყვან მოლაპარაკების მაგედასთან, თუ გალანძღავთ, თუ ანტაგონისტური იქნები მის მიმართ. კლასიკურად რომ მივუდგეთ, ლოგიკურ რამეს ამბობენ. წესით მედიატორი უნდა იყოს ნეიტრალური, იწოვდეს ნდობას აგრესორში, იმისათვის რომ გადაარჩინოს მსხვერპლი. თუმცა ერთი მხრივ ჩვენ საქმე გვაქვს პუტინთან და რუსეთთან, რომლებიც არ მალავენ საკუთარ ზრახვებს და შეთანხმებებს ყოველთვის არ ღვევენ, და მეორე მხრივ საქმე გვაქვს ამერიკასთან, რომელიც ითვლება დემოკრატიული სამყაროს ლიდერად. როგორც წარმოგიდგენიათ, რუსეთის მიერ შეთანხმების ასრულება, ეს ერთი და ამასთან ამერიკის მედიაცია ამ საკითხში. როცა რუბიო ამბობს, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პუტინი ჩავითროთ მოლაპარაკებებში, როგორ გონიათ, ამას მოსკოვში არ აანალიზებენ? გულზე ხელი დაედეთ და თქვით, ვისჯერა, რომ ამ შეთანხმების შემდეგ რუსეთი არ ესწრება ან სამხედრო გზით, ან პროპაგანდით უკრაინას თავს დაასვას რუსეთუმე ქოცები, როგორც ეს გააკეთა საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ. ან ის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში არ გააპლატავებენ ორბანებს და ცენტრალურ ევროპაში რუსეთუმე ულტრაგიჟებს. ვინმე სჯერა, რომ პუტინი გაჩერდება? ვისაც არ ჯერა, გულწრფელად კითხულობს. მას როგორ უნდა დასრულდეს ომი? რაშია გამოსავალი? სინამდვილეში ძალიან მარტივად არის საქმე. უნდა გაძლიერდეს უკრაინა თანამედროვე იარაღით ისე, რომ პუტინისთვის ომი გახდეს ძვირზე ძვირი და დროთადრო დაკარგოს აზრი. ამის შემდეგ ჩაუდგე რუსეთს ცივ ომ ორში. და ვნახოთ აბა, ვინ უკეთა აწუხს ეკონომიკას და რისი თავი აქვთ რუსებს. ჩაიხუტებიან ჩინეთს? დიდი ამბავი. იქით არის იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა მოკავშირე ქვეყნები ირგვლივ. ან კიდე საკითხავია, უღირს თუ არა ჩინეთს სიტუაციის ამგვარი დაძაბვა, რომლის ეკონომიკის ნახევარიც მოდის ევროკავშირზე და ამერიკაზე. იჯიუტოს და ეჯიბროს განვითარებულ დემოკრატიულ სამყაროს, რომელიც მოიცავს სოფლიო ეკონომიკის 70%-ს. სხვაგვარად ეს ომი არ დასრულდება. ის შეიძლება გახდეს უფრო სისხლისმღვრელი, თუ კი დღესვე არ ვიფიქრეთ პუტინის შეჩერებაზე უკრაინაში.